მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საქართველოს ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალა, სამოქალაქო საზოგადოება და უბრალოდ საქართველოს ნებისმიერი პატრიოტული მოქალაქე ხვდება, რომ საქართველოში სწრაფი ტემპით ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატია. ჩვენ ქართული ოცნების რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს გვარტყევს ისტორიულ არჩევანს, რომელიც გულისხმობს კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე მდგომ სახელმწიფოს, რომელიც უნდა იყოს ინტეგრირებული ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროსთან. ამ ყველაფერზე ღიად განაცხადეს უარი. ამაზე ღიად და საჯაროდ და გულწრფელად ქართული ოცნება ვეღარასოდეს ვეღარ გვეტყვის, რომ ისტორიული არჩევანი იცვლება. ამიტომ ჩვენი ვალი არის, ჩვენი საქართველოს მოქალაქეების განურჩევლად სტატუსისა, განურჩევლად პროფესიისა, განურჩევლად საქმიანობისა ვართ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ექიმები, თუ უბრალოდ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს პასპორტი უდევს ჯიბეში. ყველას გვაქვს ერთი მიზანი და ამოცანა, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთში, რაც მოხდა ბელორუსიაში. რუსული ტიპის ავტოკრატია საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო ძლავ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას და მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად ამ შემთხვევაში უკვე პარტია ლელო, ნაციონალურ მოძრაობა, გიჩიმეტი თავისუფლება და პარტია დროა, რომ გაიმართოს პარასკევს 3 საათზე თბილისში 3 განსხვავებულ გეოგრაფიულ ლოკაციიდან სულელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, რაც გინდათ ისე დაარქვით. თბილისში პარასკევს 3 საათზე ძვირფასო მეგობრებო, გელოდებით შემდეგ ადგილებზე. მეტრო ავლაბართან 3 საათზე, სადაც შეიკრიბება ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერთა დიდი ჯგუფი და იქნებით წარმოდგენილი ჩვენი იქ მეტროსადგურ ვაგზლის მოედანთან იმავე დროს 3 საათზე მსვლელობა სათავეში ჩაუდგება პარტია ლელოს წარმომადგენლები და ლიდერები და არა მხოლოდ და მესამე ლოკაცია იგივე საათზე ზუსტად პარასკევს 3 საათზე მეტროსადგური უნივერსიტეტი ვაჟა-შაველას გამზირის ბოლოში იცით მეტროსადგური უნივერსიტეტი, სადაც მსვლელობას დემონსტრაციას სათავეში ჩაუდგება გირჩიმეტი თავისუფლება და დროას ლიდერები. ანუ პარასკევს ვიმეორებ, გელოდებით 3 მისამართზე, 3 საათზე მეტროსადგური ავლაბარი, მეტროსადგური ვაგზლის მოედანი და მეტროსადგური უნივერსიტეტი. ვისთვისაც მართლაც არ არის უნიშნელო ვიცხოვრებთ ჩვენ იმ სახელმწიფოში, სადაც უბრალოდ აღარც მართლმსაჯულება იქნება, აღარც მართლმსაჯულება ნიშანწყალიც არ იქნება და აღარც მომკითხავი იქნება, რატომ გიჭერენ, რისთვის გიჭერენ, რა გინდა, სად მიდიოდი, რა მნიშვნელობაა, ახლა უნდა წახვიდი და დარგზე და იყო დაკავებული, იმიტომ რომ ასე მინდა, ანუ რუსული ტიპის ავტოკრატია ამას გულისხმობს, ვისაც ეს ყველაფერი არ გვინდა რომ ხდებოდეს და ვისაც გვინდა თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება, განათლებული ახალგაზრდობა, უზრუნველყოფილი ჩვენი უფროსი თაობა, ყველა ამ ადამიანს ველოდებით პარასკევს 3 საათზე ამ 3 განსხვავებულ ლოკაციაზე. დიდი მადლობა. მე ძალიან მოგეთ ვიტყვი, ჩვენ ყავს უზურპატორი ხელისუფლება, ყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც მიიტაცა ეს არჩევნები და წაგვარცხეს არჩევანის უფლება. ამიტომ ჩემი დამოკიდებულება ამ დღევანდელი რეალობისადმი არის ძალიან მარტივი. ჩემი არის პოლიტიკური პროცესი დღეს არის ის, რომ ნებისმიერ მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რით შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დავერთახებინიკას დღითი დღეს უფრო და უფრო ემსგავსება რუსული ტიპის ავტოკრატიას. ჩვენ ბრძოლის გზა და ამ შემთხვევაში გიჩმენთ თავისუფლება, როგორც დროასაც არჩეული გვაქვს
ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და გონია რომ ეს არის სწორი გზა. ამჯერად კოალიციურ რეჟიმში ვაპირებთ რომ პარასკევს ერთობლივად გავმართოთ რამდენიმე წერტილში დემონსტრაცია, რაც ჩემს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისათვის რომ ერთის მხრივ ამ ქვეყნის მოქალაქეებს დავანახოთ რომ შეუძლებელია შეგუება იმ სისტემას და რა სისტემაში ჩვენ გაიძულებენ რომ ვიცხოვროთ და მეორეს მხრივ ქვეყნის გარეთ ჩვენ მეგობრებს დასავლეთში დავანახოთ რომ აქ არ არის ნორმალური ვითარება და შეუძლებელია უზურპატორმა გააგრძელოს ცხოვრება ისე თითქოს არაფერი არ ხდება რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ღირსების მქონე ადამიანები რომლებიც არ შეეგუებიან ამ რეალობას ამიტომ ჩვენთვის ეს პარასკევს დაგეგმილი სამუშაოობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიხარულით უერთდებთ მადლობა ორი სიტყვით ცხადია რომ უკვე ადრე თუკი ქართული ოცნება სიტყვით მაინც ამბობდა რომ ქვეყნის ამოცანა ევროპული მიმართულებით სვლა ეხლა უკვე სიტყვითაც პირდაპირ განაცხადა ანტიდასავლური მიმართულება და ამით საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ხალხის მონაპოვარი, ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ ყველა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ცვლილებას საგარეო კურსში ფუნდამენტურ ცვლილებას, რომელსაც ქართული ოცნება ცდილობს განახორციელოს და ამას ემსახურება ჩვენი არაძალადობრივი მშვიდობიანი მანიფესტაცია და ჩვენ გავაგზავნეთ ამ წინააღმდეგობას, რომ არ დაუშვათ ქვეყნის მართლაც გადაჩეკვა ავტოკრატიულ უბსყოლში, სადაც არანაირი მომავალი აღარ არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ამიტომ ყველას გელოდებით პარასკევს 3 საათზე იმ ლოკაციებზე, რომელიც დაასახელა ნიკამელია, ეს არის კიდევ გამეორდები ვაგზლის მოედანი, მეტრო ვაგზლის მოედანი, სადაც ლელოს ლიდერები ჩაუდგებით სათავეში მანიფესტაციას, მეტრო ავლაბარი, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ჩაუდგებიან სათავეში მანიფესტაციას და მეტრო უნივერსიტეტი, სადაც გირჩი მეტი თავისუფლება და პარტია დროას ლიდერები ჩაუდგებიან სათავეში მანიფესტაციას. დიდი მადლობა. მოგესალმებით, დღეს ჩვენ კოალიციურ ფორმატში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა, ანუ ზეპარტიული მოძრაობა, იმიტომ რომ ის საკითხი, რომელიც ჩემმა მეგობრებმა დღეს დააყენეს და ყველას თვალწინ ხდება ჩვენი ქვეყნის კურსის შეცვლა, უკვე დეკლარირებული ჩვენი კურსის ქვეყნის შეცვლა, ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება, ამას ჩვენ არ დაუშვებთ. ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე, ეს არის თითოეული ჩვენი თავისუფალი მოქალაქის საქმე, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და შემოვერთით ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად თავისუფალი ადამიანები უნდა დავიცვათ თავისუფალ ადამიანებმა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ აი ამ პლატფორმას ექნება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელსაც უკვე რამოდენიმე წელიწადია ქართული ოცნება ამ ჩვენ საზოგადოებას თავს ახევს და უცვლის ამ ქვეყანას კურსს. ამას არ დაუშვებთ, ამიტომ მოგიწოდებთ პარტიული კუთვნილების და მიუხედავად საზოგადო მოღვაწეებს, წერლებს, პოეტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ექიმებს, ყველას, რომ შემოგვიერთით, ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ზეპარტიული ღონისძიება, იმიტომ რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს. სად იქნება ჩვენი ქვეყანა, სად იქნება თითოეული ჩვენთაგანი და ჩვენი შვილები იქნებიან თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები, თუ ისევ მოსკოვში გადაწყდება, როგორი ფილმი უნდა იქნას გადაღებული საქართველოში. მე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ დღეს საკითხი არის ძალიან მძიმედ, იმიტომ რომ ქვეყანაში როგორც არასდროს არის სიკვდილიანობის ძალიან მაღალი ხარისხი კოვიდიდან გამომდინარე ვართ ყველაზე პირველ ადგილზე სიკვდილიანობით და ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად მოახდინა საქართველოს და ქართული ხალხის გენოციდი, ამას მეც სხვას ვერაფერს ვერ უწოდებთ. ეკონომიკა არის განადგურებული, ინვესტიციები არ შემოდის, ადამიანები ტოვებენ საქართველოს და ყველა ის უმუშევრობა და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება. ამიტომ ყველაფერი იწყება აქედან. თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა შევცვალოთ, თუ გვინდა რომ ქვეყანა დავაბრუნოთ
იმ მდგომარეობაში რომ მართლა ყველა მიწამოს რომ ამ ქვეყანას აქვს წარმატების და გამარჯვების შანსი და ეს აქვს ამ ქვეყანას მე გიდასტურებთ რომ აქვს ძალიან დიდი გამარჯვების შანსი აქვს ამ ქვეყანას ამიტომაც დავიწყოთ თავისუფლების დაცვით დამოუკიდებლობის დაცვით და ჩვენი კურსის და იმ მონოპოვარის დაცვით რომელიც 30 წლის განმავლობაში ჩვენმა სხვა თაობის ადამიანებმა თავის სისხლით, თავის ოფლით, თავის შრომით მოიპოვეს. ამას არ დაუთმობთ არავის და ვართხილებ ყველას ვისაც აქვს თუნდაც იოტისოდენა სურვილი იმისა რომ ამ ქვეყანის ასე თქვათ კურსზე მოახდინოს რაიმე ზეგავლენა. არ დაუშვებთ საქართველოს უკან დაბრუნებას იმ წიაღში საიდანაც მან თავი დააღწია 30 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა.